გამარჯობა, მე ვარ თაკო საზნინად, დაგიმბრუნდით ახალი ვიდეოთი. დღევანდელ ვიდეოში მოგიყვებით თუ როგორ ვუვი ჩემს თმას და ასევე გაჩვენებთ თუ როგორ ვიკეთებ ასეთ ვარცხნილობას სვენის დახმარებით. პირველ რიგში გაჩვენებთ ჩემს საყვარელ პროდუქტს, ეს არის ქოქოსის ზეთი, რომელსაც აქვს ძალიან მრავალმხრივი დანიშნულება. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც თმისთვის, ასევე სახისთვის და კანისთვისაც. დაახლოებით 2 საათი ვიჩერებ ხოლმე ყოველი დაბანის წინ, თუმცა თუ მაქვს დრო, მთელი ღამე ვიტოვებ თმაზე, რადგან ძალიან კარგად ყვებავს და ატენიანებს თმას, არაჩვეულებრივია მშრალი თმისთვის და მე სწორედ მშრალი თმა მაქვს და ძალიან კარგად ყვებავს და ატენიანებს მას. თმაზე მთელი ღამე მქონდა წასმული ქოქოსის ზეთი, უკვე ჩამოვიბანე, ქოქოსის ზეთი საკმაოდ ადვილად ჩამოიბანება, დაახლოებით 2-ჯერ შამპუნის გამოყენება უკვე საკმარისია. ახლა შემდეგი ეტაპი არის თმის დატენიანება ნიღბის საშუალებით. ყოველთვის ვიყენებ ნიღაბს, რომელსაც აქვს ღრმა დატენიანება, რადგან მაქვს საკმაოდ მშრალი თმა და ხანდახან აფუებულიც. სწორედ ეს დანიშნულება აქვს თმის ნიღაბს, რომ თმა გახადოს უფრო დავარდნილი და ამავდროულად ის იცავს თმის ბოლოებს გაყოფისგან. უკვე რამოდენიმე თვეა, რაც ვიყენებ ბიორუმის თმის ნიღაბს, ის არის მკვდარი ზღვის მინერალებზე დამზადებული და საკმაოდ კარგად ატენიანებს განს. ახლა ოდნავ ნესტიან თმაზე შევიზელ ამ ნიღაბს და გავიჩერებ დაახლოებით 10 წუთი. ნიღაბიც უკვე ჩამოვიბანე თმიდან, ახლა შემდეგი მესამე ეტაპი არის თმის სპრეი, რომელსაც აქვს თერმული დაცვაც, მას არ ჭირდება ჩამობანა, უფრო ეხმარება თმას, რომ ადვილად გასწორდეს და ამავდროულად იცავს მას გამოშრობისგან და დამწვრობისგან. გამოვიყენებ ლაპიწით ოლივიერის თმის ორფაზიან არგანის სპრეის, რომელსაც როგორც გვეკითხარით, ჩამობანა არ ჭირდება. თმის გასწორებას დავიწყებ, გავყოფთ მას რამოდენიმე ნაწილად. თმის გასწორებლად აუცილებლად ვიყენებ თერმოკერამიკულ სავარცხელს, რომელიც ძალიან კარგად ასწორებს თმას და ამავდროულად იცავს მას დამწვრობისგან. ეს არის დენმანის ფირმის თმის სავარცხელი, რომელიც ძალიან პრაქტიკული გამოსაყენებელია და ისინი, ვინც თმას სახლში ისწორებთ, ძალიან გამოგადგებათ და გაგიადვილებთ პროცესს. ასე გამოიყურება ჩემი დასრულებული ვარცხნილობა. ამ ვარცხნილობის გაკეთებას დაჭირდა დაახლოებით 9 საათი. თუ მოგეწონათ, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი. მე კი გემშვიდობებით ზუსტად 1 კვირით დროებით.